სამშვიდობის ეს თავისუფალი ხედვა, მე გიორგი გვიმრაძე ვარ. დღეს საუბრობთ პანდემიაზე, კორონავირუსზე, თუმცა განსხვავებული პერსპექტივიდან, მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა, ამასთან მოყვა სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგა აქტიურობა, თუ რა პერსპექტივას, რა პროცესებს და ასე ვთქვათ, რა გამოსავალს ხედავენ ისინი, რა შეხედავენ ისინი პრობლემას, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ლევან ჩხიკვაძე, მიკრობიოლოგი და გიორგი ლილუაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი დღეს საღამოს ბატონებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან. მე უბრალოდ ჩვენთვის მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული, რომ ეს იქნებოდა გარკვეული თვალსაზრისით დებატი ასე ვთქვათ, ეროვნული centris, ან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, თუმცა მათი მხრიდან დიახ, ხელმძღვანელობას, თუმცა მათი მხრიდან საბოლოოდ უარი ითქვა ამ ყველაფერზე და ჩვენი შეთანხმების მიხედვით დღეს აქ ვართ და საუბრობთ იმაზე, თუ რა არის თქვენი ხედვა ამ ყველაფერთან მიმართებაში. მე უბრალოდ აქ ვიტყვი ისე, როგორც ჩვეულებრივად ეთიკური ჟურნალისტი, რომ მომავალში აუცილებლად შევთავაზებთ მათ იმათ, რომ მობრძანდნენ და თქვა თქვენს კითხვებს და თქვენს ბრალდებებს უპასუხონ. ბუნებრივია, ცხადია, თუ ისინი ამ ესე ვთქვათ უფლებას გამოიყენებენ. მე ვეცდები ჩავინიშნო ყველა ის პრობლემა თუ კითხვა თუ პრობლემური საკითხი, რომელსაც დღეს თქვენ დაასახელებთ. პირველი, რაზეც მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ, მოკლედ რომ მითხრათ რომელიმე თქვენგანმა, რა არის თქვენი ძირითადი, ასე ვთქვათ, სათქმელი, მოკლედ რომელსაც ჩვენ შემდეგ გავშლით ამ გადაცემაში. და პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ და გიხდით დიდ მადლობას იმისათვის, რომ ამ წლის ბაძაზე გამოჩნდა ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმის რომ განსხვავებული აზრი სპეციალისტების მხრიდან მოქალაქეებაც გაიგოს და ყველამ გაიგოს ის განსხვავებული აზრი კონკრეტული სპეციალისტებისგან, დარგის სპეციალისტებისგან. ძალიან გვინდოდა ჩვენს, რა თქმა უნდა, ძალიან გვინდოდა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ამირან გამყრელიძე ყოფილიყო თავის გუნდთან ერთად. ეს იქნებოდა ძალიან კარგი, მშვენიერი, რატო თქვა უარი. ეს ძალიან იოლად გასაგებია, ის გაგვირბის, უკვე პირველად არ გაგვირბის, აუც შეგვიძლია, გვაქვს ტელეფონი, შეგვიძლია ხა პირდაპირ ეთერშიც დაურეკოთ და უთხრათ თუ რატო არ მოდის, აუხსნას საზოგადოებას, რატო გაურბის დარგის სპეციალისტებს. კი ბატონო, მაგრამ მოდით მე არ ვიცი ხა მაგას დროს დავკარგავთ, იმიტომ შეიძლება არ გიპასუხოთ და ამიტომ მოდით გადავიდეთ თქვენ სათქმოზე, თორემ შორს წავალთ ჩვენ ამ საუბრით. ჯერერთი გიორგი, მე მგონი არ მithქვამს თქვენი ასე ვთქვათ რეგალია გიორგი ლილუაშვილი, სამხედრო ექიმი, თუმცა ბევრი სამხედრო ექიმი, მე ასევე რამოდენიმე პროფესიის მქონე ვარ ასევე იურისტი, ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი. ანუ ეს საკითხები, რაც დღეს ჩვენ საზოგადოებაში წარმოიშვა, უშუალოდ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში. ამან განაპირობა ის, რომ უფრო ძირფესვიანად ჩავეძიე პირველი დღეებიდანვე უკვე ამ საკითხებს, როდესაც ქვეყანაში პანდემიაზე დაიწყეს საუბარი. რა თქმა უნდა, ჩემი ვალიც იყო ჩვენი სახელმწიფოთვის მიმეწოდებია ჩემი კანდიდატურა, ჩართულიყავი ამ პროცესებში როგორც ექიმი. მე შევთავაზე ისიც, რომ რადგანაც ექიმების ნაკლებობა იყო, დაუშვათ ექიმად არ მომუშავებთ, სანიტრად წამოვალ თქვენთან სამომწყობოებში, სანიტრად ვიმუშავებთ მეთქი, თუმცა ამაზეც უარი გვითხრეს. ანუ მოხდა ისე, რომ ამ პანდემიის პერიოდში, როდესაც ექიმების და მედპერსონალის საკმაოდ ნაკლებობას გაინსტიდა ჩვენი ქვეყანა, ექიმთა დიდი ნაწილი ფაქტურად უმუშევარი იყო. და მე ხალხს უსვამ, მე ვარ სამხედრო ექიმი. სამხედრო ექიმი ჩვენს ქვეყანაში არც ისე მრავლად არის. ფაქტურად მოხდა ისე, რომ წინა ხელისუფლების დამსახურებაა, რომ სამხედრო მედიცინა ფაქტურად გააუქმეს, ანუ პროფესია გააუქმეს, პროფესიათა ნუსხიდან ამოიღეს და შესაბამისად წარმოიშვა ჩვენს ქვეყანაში სამხედრო ექიმთა დეფიციტი. სასწავლებელი იყო სამეცნიერო უნივერსიტეტში, სადაც აღიზრდებოდნენ სამხედრო ექიმები და შესაბამისად ხდებოდა მათი დასაქმება როგორც ძალოვან სტრუქტურებში, ასევე სხვადასხვა სამოქალაქო მიმართულებით. თუმცა ეს
ასე რომ ვთქვათ, გაუქმდა. მაგრამ თავარი საკითხი ის გახლავთ, როდესაც ჩავეძი ამ საკითხებში და აღმოვაჩინე გარკვეული უზუსტობები. უზუსტობები იმ მიმართულებით, რომ როდესაც ხდებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, როდესაც საუბარი იყო მსოფლიოში გამოცხადებულ პანდემიასთან მიმართებაში, ყველაფერი ამას აქვს თავისი განმარტება თუ როგორ უნდა გამოცხადეს ეს ყველაფერი, რა პროცესები არის სამართლებრივად გასავლელი იმისათვის რომ პანდემია გამოცხადეს, იმისათვის რომ ქვეყანაში ეპიდემია გამოცხადეს და ასე შემდეგ. კი ბატონო, და რა იყო თქვენი აზრით დარღვეული ამ გამოცხადების? ახლა ჩვენ როდესაც დოკუმენტაციის მოხდა ხო გამოცხადება პანდემიის 11 მარტს. არა, ნახეთ რა არის. პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში 2020 წლის. ეს ანგარიში საზოგადოებისთვის ცნობილი არის და როდესაც დავიწყე ამ ანგარიშის შესწავლა, თავისთავად გარკვეული უზუსტობები გამოვლინდა. როდესაც საუბარია რომ 28 იანვარს შეიქმნა უწყებათა შორისი სააკოორდინაციო საბჭო. ჩვენ დავინტერესდით ამ საბჭოს შექმნის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ანუ რა მოხდა, როგორ შეიქმნა, ვინ შექმნა, ამას სჭირდებოდა შესაბამისი განკარგულება. ანუ შემდგომში, როდესაც პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ზუსტად საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა რეკომენდაცია გაწეული და შემდგომში მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი არ არის სპეციალისტი, დარგის სპეციალისტი, ვერ ერკვევა სამედიცინო საკითხებში და ვერც ეპიდემიას გამოაცხადებდა და ვერც პანდემიას. პრეზიდენტმა თავისი ბრძანებით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილს 21 მარტს 21 პირველად გამოცხადა 21 აპრილამდე, შემდგომ გაგრძელდა ეს ყველაფერი. თუმცა საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩვენ როდესაც ეს დოკუმენტი გამოვითხოვეთ, ეს არის საქართველოს მთავრობის განკარგულება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აკვეთის უწყებათა შორისი საბჭოს შექმნის შესახებ. ეს არის 30 მარტს შექმნილი. ანუ 30 მარტამდე ვინს რეკომენდაციებს ასრულებდა ჩვენი პრეზიდენტი, როდესაც პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტი, როდესაც ეს საგანგებო ვითარების გამოცხადების დოკუმენტში არ არის ნახსენები, რომ ის რეკომენდაციას ეფუძნება, ის ეფუძნება პანდემიის გამოცხადებას 11 მარტს. აი, ზუსტად მაგაში არის, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ ეს დოკუმენტიც გამოვითხოვეთ, რომ პანდემია თუ გამოაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ამასთან დაკავშირებით არაერთი წერილი მივწერეთ მთავრობას, ხელისუფლებას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ასე შემდეგ. თუმცა საოცრება ის იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიგზავნა წიგნი სახელმძღვანელო, როგორ დავთვალოთ დაავადება. ეს წიგნი ფაქტიურად არის გამყრელიძის, იმნაძის და აი ამ პიროვნებების მიერ დაწერილი, თუ როგორ დავთვალოთ დაავადება. ანუ პანდემია რო გამოცხადა მსოფლიოში და ეს ჯანმომ გამოაცხადა, ამის დოკუმენტი არ გამოგვიგზავნეს. ერთადერთი შეცდა სახალხო დამცველი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მან გამოაგზავნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტმა შეაფასა 2020 წელი როგორც პანდემიური. ანუ საუბარი არა გამოცხადებაზე, არამედ ადამიანის მიერ შეფასებაზე. სოფლიოში. თუმცა მისი პრეროგატივა ამის შეფასება. არა, შეფასება გასაგებია, შეაფასა ძალიან კარგი რომ შეაფასა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, ამიტომ უნდა ჩაიკეტოს ყველაფერი, დაიწყოს რეგულაციები და ასე შემდეგ. მე ასევე ხაზს გაუსვავ ის სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემადგენლობაში, იქ რატომღაც პანდემია არ არის. 17 ესეთი ქვეყანა. ხო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დედამიწაზე არსებული სახელმწიფოების გარკვეული ნაწილი არ შედის იმ ორგანიზაციის შემადგენლობაში და შესაბამისად იქ პანდემია არ გამოცხადებული, არ არის პანდემია. ანუ ჩვენ საუბრობთ რაზე? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე.
მაგრამ ჩვენ სახელმწიფოში ეპიდემია მაინც იყო გამოცხადებული? თან ის ღონისძიებები, რომელიც განხორციელდა დასაწყისშივე. ჩვენ კარგად გავიხსენოთ თებერვლის რიცხვები, როდესაც ჩვენთან ინფექციურ საავადმყოფოში ექიმები გაფიცულები იყვნენ. გვახსოვს ალბათ ეს და გაფიცვა ეხებოდა იმას, რომ ამორტიზირებული იყო შენობა, არ ჰქონდათ სავენტილაციო სისტემები და შესაბამისად გაუმართავი იყო და დახურვაზე იყო საუბარი, რომ შეიძლება დახურულიყო ინფექციური საავადმყოფო. როდესაც პირველი აჟიოტაჟი ატყდა და ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ თურმე ყაზბეგში სასაზღვრო ტერიტორიაზე შემოვიდნენ ჩინელები და მათ დაუდასტურდათ მაღალი ტემპერატურა, იქ იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვებიც იყვნენ, ატყდა აჟიოტაჟი და სრულიად ჩემგან გაუგებარი მოქმედება განახორციელეს, რადგანაც მცირე დასახლებული ტერიტორიიდან სასიკვდილო ვირუსით სავარაუდოდ, იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ რა ჭირდათ ამ ადამიანებს, ჩამოიყვანეს დედაქალაქის ცენტრში, სადაც გაუმართავი საავადმყოფო იყო. სადაც არ იყო ვენტილაციის სისტემები და ფაქტიურად მთელი ქვეყანა ჩააგდეს საფრთხეში, სასიკვდილო საფრთხეში. ეს არ არის ელემენტარული, ასე რომ ვთქვათ, რამ, ეს ფაქტურად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. არ ვიცი, ვის რაში დაჭირდა ამ ქმედების განხორციელება. ერთი წუთით ბატონო გიორგი, საქმე რაში არის, იცით? ის მოქმედებები, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლასთან მიმართებაში, მაგალითად რეგიონების ჩაკეტვა. რეგიონების ჩაკეტვას ისეთივე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჭირდებოდა, როგორც პრეზიდენტმა გამოაცხადა კონსტიტუციას, რომ გადავხედოთ სამართლებრივად, იქ პირდაპირ წერია. თუნდაც ერთ რეგიონში გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა, ანუ ჩაკეტილი იყო პანდემიური, ან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავებიდან გამომდინარე, მას ჭირდებოდა პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის მიერ შემდგომ რატიფიცირება. ანუ ისეთივე ქმედება უნდა განხორციელებულიყო, როგორც განხორციელდა სრულიად მთელი საქართველოს კი ბატონო. როდესაც გამოცხადდა ეს ყველაფერი. მოდით ახლა ამ ჩვენი დღევანდელი პერსპექტივიდან ამ ისტორიულ ასპექტს რა მნიშვნელობა აქვს ეგ რო გითხრათ? რა მნიშვნელობა აქვს და თავიდანვე პანდემია გვაქვს თუ არა გვაქვს? რა თქმა უნდა არ გვაქვს. არ გვაქვს და რაშია საქმე. პანდემია სამართლებრივი მოცემულობა. ახლა გეტყვით რა ხდება, აქ ვირუსულ დაავადებასთან გვაქვს საქმე. ახლა როდესაც საუბრობთ, რომ პანდემია არ არის, პანდემიური სიტუაცია არ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. ის რაც ცხადება სტატისტიკა, ეს კიდე ცალკე საკითხავი არის, ბატონი ლევანი საუბრებს ამ თემასთან დაკავშირებით, PCR ტესტებზე, ანუ ცნობილი გამონათქვამი არის, არჩევნებს იგებს ის, ვინც თვლისო და იგივე არის, ვინც თვლის შესაბამისად ის არეგულირებს აი ამ სტატისტიკას, ასე რომ ვთქვათ. აქ ბატონო გიორგი, მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ ჩვენ ქვეყანაში, როდესაც დაიწყეს პანიკის ჩამოყალიბება, პანიკის შექმნა დაიწყეს. გარდაცვლილებთან დაკავშირებით, ამ დროს ჩვენს ქვეყანაში წინა წლებში ფაქტურად ყოველდღიურად საშუალოდ 150-დან 200 კაცამდე საშუალოდ 130-150 კაცი იღუპება. დღევანდელ დღეს არის ეს. ეს სტატისტიკა, როდესაც გამოვითხოვთ, მე გითხარით, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი ვარ და სამხედრო თემაზე ვმუშაობ და მომიწია იმ პერიოდში გამომეთხოვა გოსპიტალთან დაკავშირებით 2008-დან 2019 წლის მიმართულებით სტატისტიკა, დაავადებათა მიმართულებით და იქ გარდაცვლილების საკითხი გამოვყავი სპეციალურად და აღმოჩნდა, რომ 2008 წელს, როდესაც საქართველოში ომი იყო, გაცილებით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2018, 2017 წელში და 2019 წელში. ამას მოყვა ის, რომ სრულიად გამოვითხოვე გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატისტიკა და აი სტატისტიკა, როდესაც შევისწავლე, აღმოჩნდა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი თვეების მიხედვით გამოვითხოვე, გარდაცვალებულთა რაოდენობა არ აღემატებოდა ახლა ეპიდემიის დროს, როდესაც გვეუბნებიან, რომ სასიკვდილო ვირუსია და არ იქა გაწყდა მთელი ერი, ის საგანგაშო
მაჩვენებლები არ ჩანდა სიკვდილიანობასთან მიმართებაში. ასევე გამოვითხოვე, როდესაც ჯერ კიდევ 8 ადამიანზე იყო საუბარი, რომ გარდაიცვალა, თუ ხდებოდა ექსპერტიზის ჩატარება ან კვლევა სახლში გარდაცვლილებთან დაკავშირებით. რას გულისხმობთ? სახლში, როდესაც ადამიანი გარდაიცვლებოდა, თავისთავად ისიც უნდა შემოწმებულიყო, ეპიდემია არის და ვისგან გარდაიცვალა ის ადამიანი, ხო უნდა გარკვეული იყო, კოვიდისგან გარდაიცვალა თუ რა მოხდა, რამ განაპირობა, მარტო საავადმყოფოში ჭირდათ კოვიდი? ამიტომ ეს კვლევები, როდესაც ჩავატარეთ, უამრავი ასე რომ ვთქვათ, დარღვევები აღმოაჩინეთ თავად მართვაში, ანუ ეპიდემიის მართვაში. ქვეყანაში ამ საკითხებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ეპიდემიაც კი არ იყო. 2019 წლის ბოლო რიცხვებში მე ასევე მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ვარ, თავიდან, როდესაც დავიწყეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, 2020 წელი საარჩევნო პერიოდი იყო და რეგისტრაცია უნდა გაგვევლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და თავისთავად ხელმოწერებს ვაგროვებდით. სადაც მივედით, ყველგან ფაქტიურად ფიქსირდებოდა ის, რომ მათ გადატანილი ჰქონდათ ისეთი დაავადება, რომელიც ფაქტიურად 2019 წელზე ვსაუბრობ, რომ 2019 წელში ჰქონდათ გადატანილი ეს დაავადებები და შესაბამისად გართულებები ზუსტად ემთხვეოდა იმას, რასაც გვაწვდიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და გვეუბნებოდა, რომ ეს კოვიდი არის. რას ამბობთ? ანუ სტატისტიკა გარდაცვალების რას გვეუბნება? რას გვეუბნება გარდაცვალების? ბატონ ლევანს რო ჩართოთ საუბარში, თორე დიდი ხანია უკვე. ბატონ ლევანს მივცემთ საშუალებას, იმიტომ რომ ბატონმა ლევანმა ისეთი რამ უნდა განაცხადოს, რაც შემდგომში აშკარად დაგანახებთ, თუ რას მოიცავს ეს სტატისტიკა. გაეროს მიერ რეალურ მდგომარეობაში ცხადდება მოსახლეობის რაოდენობა, მსოფლიოს აღწერა ხდება ფაქტიურად, როგორც შობადობის, ასევე გარდაცვალების, მიგრაცია და ასე შემდეგ. როდესაც ამ ბოლო პერიოდში ჩვენ შევისწავლეთ ეს მონაცემები, აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო რა. 2020 წელში გაეროს მონაცემებით საქართველოში გარდაიცვალა 45759 კაცი. 2020 წელს. საქსტატის მონაცემების დაახლოებით იგივეა. არა, საქსტატის მონაცემებით 50000 კი ბატონო, 5000 მეტია. 500 არა, მეტიაზე არ არის, 5000 კი არა, ერთი კაცით მეტი და ნაკლები უკვე ჩვენისთანაა ერისთვის საკმაოდ განსასალყვი არის. ანუ გამოდის, რომ გამყრელიძე გაეროს უმალავს გარდაცვლილებს. ეს აღრიცხვიანობა ხდება როგორ? საქსტატის მონაცემები. არა, გეტყვით ახლა რა ხდება. ეს ფაქტიურად ხდება, როდესაც ადამიანი იბადება, მას ენიჭება, მას ანიჭებენ პირად ნომერს. გითხოთ, იცით, ანუ გაეროს ამ მონაცემებში, მაგალითად 2019-2018 წლებში არის ცდომილება ჩვენს მონაცემებთან? იმიტომ რომ მე ვიცი რომ პირობითად დაახლოებით სადღაც ანუ ყოველწლიურად დაახლოებით ერთი და იგივე ციფრი უწერია სტატსტატს დაახლოებით 1000 კაცის ფარგლებში არის ხოლმე ცვლილება საქსტატის მონაცემებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი და იგივე რაოდენობა სუმთლიანად ამოწერილი ეს მონაცემები რაც ჩვენ ოფიციალურად მოგწეს საქსტატმა სხვათა შორის როდესაც გვაძლევდნენ პირადად დამირეკეს და საგანგაშო ის არის მაჩვენებელიო და აქ ჩვენ შევადარეთ ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ეს რაც არის საგანგაშო იყო საგანგაშო არის ჩვენისაა ქვეყნისთვის თუ ამასთან ერთად ჩვენ გავითვალისწინებთ შობადობას შობადობის მაჩვენებელი წინა წლებში ფაქტიურად 0-თან იყო შეფარდებაში ანუ ფაქტურად გამოდიოდა რომ საქართველოს კი არ მრავლდება კლებულობდა რეალური მაჩვენებლით და დღეს ეს მაჩვენებელი სხვათა შორის ზრდისკენ არის ანუ შობადობა გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა ეპიდემიის და პანდემიის პერიოდში უკუ რეაქცია გამოიწვია. ხალხი სახში იყო, ნუ? არა, სახში იყო გასაგები არის, მაგრამ მარტო სახზე ხო არ არის, აქაა საუბარი იმაზე, რომ ხალხი იხოცება. ამიტომ დაიწყეს ვაქცინაცია, ამიტომ დაიწყეს რეგულაციები და ის რეგულაციები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, იმიტომ არის მიმართული, რომ
ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელია მაღალი. თუ არა, სხვა შემთხვევაში ახლა სახში დამამწყდებს ფსიქიკურად სახში დამწყდება ეს არ არის ასე რომ ვთქვათ ლად კარგით ბატონ გიორგი ბატონ ლევან მოდით ესე ამ კითხვით დავიწყოთ თქვენთანაც რომ პანდემია და ეპიდემია გვაქვს თუ არა გვაქვს და რას უნდა დავეყნოთ ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლებრივი კატეგორია ანუ ამას დოკუმენტის გამოქვეყნება ჭირდება თუ შეფასება საკმარისია როგორც მიკრობიოლოგი ისე დაილაპარაკებთ როგორც ბიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი ისე თქო მე გამიჭირდება გამოყვეთ მაგ ყველაფერს ჩემი კომპეტენციიდან ეთერი იმისთვის მოვითხოვეთ რომ მოსახლეობამ კარგად გაიგოს და არა მარტო მოსახლეობამ ყველამ გაიგოს რასთან არის რეალურად საქმე იმიტომ რომ ყველა ამ დარგის სპეციალისტი არ არის პირველი რასაც ვიტყვი ის არის რომ რატომღაც ექიმები გონიათ ყველაფერი ამ ქვეყანაზე და ექიმებს კიდე თავი აღმატებული გონიათ და მათი სიტყვა მორჩა და დამთავრდა ამ დროს არ აქცევენ ყურადღებას ისეთ სპეციალისტებს, რომელიც ზუსტად ამ დარგის სპეციალისტები არიან. ეს არის ზუსტად მიკრობიოლოგები, ვირუსოლოგები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის გარეშე ვერც ერთი ექიმი ვერანაირ დიაგნოზს ვერ დასვავს და ყავაზე მკითხობას და ემსგავსება მათი ასე ვთქვათ მოსაზრებები. როგორც ითქვა, მოსაზრება გამოთქვა ჯანმოს დირექტორმა პანდემიასთან დაკავშირებით. შეფასება იგივე მოსაზრებაა და არ იყო დაყრდნობილი ის რაზე სამეცნიერო კვლევებზე არ იყო მოდი სისწორისთვის რო ვთქვათ ანუ დაყრდნობილი იყო მოცემულობას რომ ანუ რიცხვებს იმის შესახებ კი ბატონო ეხლა ვეგეთქვით გაგახსენებთ რამდენი ადამიანი იყო ინფიცირებული ეხლა გაგახსენებთ რიცხვებს რამდენ ქვეყანაში ეხლა გაგახსენებთ რიცხვებს 2019 წელს ოქტომბერი ნოემბერი იყო პირველად როდესაც დეკემბერი სადღაც იყოს დეკემბერი გამოცხადა რომ 17-მა ჩინელმა რაღაც გამორის სუპი ჭამა სადღაც უხანში 17 ჩინელმა გარდაიცვალა და არ იქა პანდემია მოდიშო ეს იყო პირველი განაცხადი მაშინ როდესაც ესეთ რამეს ამოვე ჩინეთის მიმართებაში ჩინეთთან მიმართებაში 17 ჩინელი იმის პარალელში რომ არჩევნები რო ქონდა ჩინეთში და ერთი სოფელი გამორჩა სადაც 54 მილიონი მოსახლე არის ხო და ვერ მოქმედებს ეს არჩევნების შედეგზე ცოტა არ იყოს და ესეთი უტოპიური თემა საერთოდ ბუნება ადამიანი უფალმა შექმნა შესაბამისად ვერანაირი ადამიანი იმაზე სრულყოფილს ვერაფერს ვერ შექმნის ადამიანს უფალმა უბოძა ჯანდაცვის ძალიან უნიკალური საშუალება ეს არის იმუნიტეტი და მისი გამამყარებელი ეგრეთ წოდებული ძალებში ვიხარ აფთიაქები თალამუსი და ჰიპოთალამუსი რომელიც ტვინის ცენტრებში ტვინში მდებარეობს ამის გარდა ადამიანს მისცა ჰომო საპიენსი ვხია ხო ადამიანს ანუ აზროვნების საშუალება კი ბატონო აზროვნების გარდა დანაწევრებული მეტყველების უნარება ადამიანს გადასცეს თავისი აზრი ის რასაც ეხლა ვიტყვი ამას არ ჭირდება ღრმა მეცნიერული ცოდნა სკოლა ყველას გაგვულია სკოლა კი არა ნებისმიერ ადამიანს ვერ კითხო სკოლის მასწავლებელს კი ესეთი რამ როდესაც დაიწყო ეს ამბები მე როგორც ჩემი ქვეყნის ერთ-ერთმა ადამიანმა რომელიც დარგი სპეციალისტად თვლი თავს ვალდებულად ჩავთვალე თავი რომ დავეხმარები ქვეყანას იმაში რა უბედურება შეიძლება მოვიდეს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში მე მოვთხოვე შესაბამისი წერილობითი სახით იმ ვირუსის შტამის ჩვენება ანუ შტამი რას ნიშნავს როცა გეუბნევიან რომ რაღაცა ვრცელდება ხო იმისი იზოლირება გამოყოფა იზოლირება სომატური სახით სავსებით შესაძლებელია ძალიან მარტივი არის ეს და მე მიკროსკოპში აკვირდები მართალია მე ცოტა გაოგნებული დავრჩი ცოტა ხნის წინ როდესაც თვით ამირან გავყრელიძემ და მისმა თანამშრომლებმა მე ესე მომმართეს რომ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს კავთვის ხევში და კითხვა დაუსვი რომ ვირუსის შტამი რატო არ მაჩვენეთ მეთქი იქნება რითი შემიძლია დავეხმარო მე ქვეყანას თქვენ ხომ არ ხართ მიკრობიოლოგი თქვენ ხართ ექიმი და იქნება რაღაცა მაქვს გამოცდილება ხო მიპასუხეთ რომ რა უნდა მიკროსკოპშიო იმასო ვირუსო აი ეხლა
საქვეყნოდ ქვეყნის დასანახად. ეს ჯერ აქ ის არის თქვენ არხზე რო იყო გასული, აი ეს აი აწერია კიდევაც, ხო? როგორ გამოიყურება ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შტაბი მიკროსკოპში. ეს თქვენ არხზე იყო გასული, ეს ამოვიზდი სპეციალურად და აქ არის ძარო მოწონთ და სულ ახსენებენ CDC, ამერიკის CDC-ს 26 ეს 6 ნოემბრის 2020 წლის სპეციალური საბერძნიერო ნაშრომია, სადაც მიკროსკოპში ჩანს ზუსტად ის ვირუსი, რომელზეც არის საუბარი. მაგრამ როდესაც ჩვენ გამოვითხოვეთ, ანუ გამოთხოვნა ხდება, ხო? ბადრო, ამერამა მითხრა, ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა გვაქვს. ეხლა ამ ხელა ლაბორატორია როგორმე უნდა გქონდეთ, ხო? აბა რაზე აკეთებენ მაგალითად შედარებას, რას იკვლევენ? ხო არის? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ის უნდა აკონტროლებდეს და ესეთი ცენტრები უნდა იყოს ქვეყნის დამცავი ფარი და არა საშიშროების მომტანი, ხომ ესეა? და ჩვენ კი არ უნდა გვემალებოდეს. კი არ უნდა გვემალებოდნენ ეს. როდესაც უთხარით რომ აბა მანახე რას ადარებ, საიდან მოგაქვთ ის რომ მაინდა-მაინც ახალი კორონავირუსით, ხას უსავა, ახალი კორონავირუსით, გარდაიცვალა დანარჩენი შტამები, დანარჩენი მიკროსამყარო საწავიდა. ადამიანების სახში დასვით, მაგრამ ეს სამყარო საწავიდა, ყველა სახში დაждდა, შეეშინდა რაღაცა ახალი კორონავირუსის, რომელიც SARS-CoV-2-ის, რომელიც იწვევს დაავადება COVID-ს. ძალიან დამაინტერესა ამ დაავადებას რო იწვევს ის რაღაცა, ხო რომ მეუბნები რო იწვევს ამას, როგორ გამოიყურება? მანახე, აბა ჩამახეთ, მეგობრებო, შტახო, როგორ გამოყავი რაკენი, ხო? მებასუხეს რომ ესაო, გვაქვს, მაგრამ ნუ თქვენთვის არა. მე ხელში ჩამივარდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის. რა არის ეგ უკაცრავად? ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დოკუმენტი 2021 წლის 24 თებერვლის. წლევანდელი წლის არის. სადაც ამირან გამყრელიძე აწერს ხელს. დიახ. აი ბატონო. სადაც გარკვევით წერია, რომ ახალ კორონავირუსზე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას არ გააჩნია კორონავირუსის შტამი და არ ახორციელებს კვლევას ვირუსების წინააღმდეგ. კითხვა მარტივად მებადება. კი ბატონო. ისენ თან. ზუსტად აი მაშია საქმე, თუ არა გაქვს ეს რაღაცა მოცემული შტამი, მაშინ რას ადარებ რასთან, როცა ამბობ რომ ის იმ ადამიანს აქვს COVID-ი, იმას დაუდასტურდა, იმას არ დაუდასტურდა და ასე შემდეგ. ეხლა მოდი მეორე დიდ ტყუილს გეტყვით რა არის. ანუ მე საიტე ადამიანებს ხო უთხრეს ხო დასვეს მთელი ქვეყანა სახში. გადარიეს ადამიანები, დააპანიკეს. ხალხმა იმ ხელა სტრესი მიიღო, სამსახურები დაკარგა, ქვეყანას ეკონომიკა ჩამოექცა. ხო ესეა? დაბობდო ბუნებრივია ეს რაღაცა, ვირუსი რომელიც დადის, თუ ბუნებრივია შტამს გამოყოფ კიდე ერთხელ ვიმეორებ და დადება, ეს არის. და ესეთი რამე არ არსებობს, ბუნებაში თავისი კანონები აქვს. ესეთი რამე არ არსებობს, ერთი რამე ისე გავრცელდეს თელ დედამიწაზე, დანარჩენ მიკროსამყაროს სახში დასვას. ეს რამე utopia. ეს პირველი ტყუილი. კარგად მითხარით, რომ ისე გავრცელდეს, რომ სხვა ერთი ცალი შტამი. ხო ეგრე იყო, ერთი ვრცელდებოდა წელიწად ნახევარი, ხო ესეა? წელიწად ნახევარი გვეუბნებოდა რომ ერთი ეს ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 ვრცელდება და იწვევს დაავადება COVID-ს. სად არის ეს დაავადება? მანახეთ ეს დაავადება. გარდაიცვალნენ ადამიანები. და რა თქმა კლინიკაში გარდაიცვალნენ ადამიანები. ატაინაძის ნათქვამი, ატაინაძის ნათქვამი დღეს ყველაფერი კორონა, ეს არ არის არც მეცნიერული პასუხი. ეს ხო ამირან გამყრელიძეს არ მოუგონია. რა? აი ეს კორონავირუსი, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. მივალ იქამდე, რატო წერია მანდ ეგ? რომ არა ამას არ გულისხმობ. ზოგადად COVID-ზე, როცა COVID-ზე ვლაპარაკობთ, ახლა ჩვენ ხომ მოვიგონეთ ეს ყველაფერი. მთელ სოფლიოში იგივე სიტუაცია არის და ატეხილია ერთი. მივალთ მანდამდე, მივალთ მანდამდე სადამოკლებით. არ არსებობს ამბავს თუ არ არსებობს, როგორ არ არსებობს, არა ის რა არსებობს, იმაზე მაქვს საუბარი. აბა გისმენთ ხო? მე ვთქვი რომ ბუნებაში არ არსებობს ესეთი რამე. ეს შტაბი ბუნებრივი არ არის, აი მაგას ვამბობ. იმიტომ არ გაჩვენებენ, იმიტომ არ გვაჩვენებენ. აი მაშია საქმე. არის დიდი განსხვავება ბუნებრივსა და ხელოვნურ შორის. მე ვამბობ,
და არა მარტო მე ვამბობ, ნებისმიერი ვინც ბუნებაში ოდნავ ერკვევა, იცის რომ ბუნებაში არა ისეთი კანონები, რომ არ არსებობს რაიმე ერთი სახეობა რაღაცის ისე გავრცელდეს, რომ დანარჩენი ყველაფერი დაითრგუნოს და აღარაფერი სხვა არ არსებობდეს. ეხლა ძალიან შეურაცხყოფელია ქვეყნის მოსახლეობისთვის პაატა იმნაძის გამოსვლა და იმის თქმა, რომ იცი კუბოებით ირბენ და დღეს ყველაფერი კორონაა. ესე არ არის რა. არა, ეხლა ხო არის ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები, ეს ეგ უკვე სხვა თემაა. ეგ უკვე სხვა თემაა. ანუ არ ხო არავის არ გაუქმებია ხო სხვა დაავადებებია ეს შემთხვევაში. არ, მე სადმე გინახიათ სხვა დაავადებით დაავადებული. სტატისტიკაში რამე სხვა ნახეთ? დღეს რა იმას ეს COVID სტატისტიკაა და არა ვთქვათ გრიპის სტატისტიკა, ხო? არა, ეგრე არ არის. ეგრე არ არის. სწორედ მაგაშია COVID-ით გარდაიცვალა, COVID-ით გარდაიცვალა. არ ვთქვათ გრიპი 10, ინფლუენსათი გრიპი მეტი არ ვთქვათ. ეხლა ბოდი ყველაზე სხვა დაავადება, ეხლა იმით რა ქვია, გულის შეტევით გარდაიცვალა ამ სტატისტიკასაც ხوار გვეუბნებიან ტელევიზორიდან ყოველდღე. ამაშია საქმე. რატო არ გეუბნები? ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა გულსიზრახთა დაავადებებს აქვს. რატო არ გეუბნები? ეს არ ხო არ ეხება იმას რა ქვია მაგას არ შედის გადამდებ დაავადებათა კატეგორიაში. გადამდებს კი არა, ის ფაქტორი უნდა მოცილდეს, რაც იწვევს გულსიზრახთა დაავადებებს და შესაბამისად უნდა იმოქმედოს დაავადებათა კონტროლი. სპეციალურად მაგრამ სხვა რამეს ვამბობ ამ ქრონოლოგიურად მივყვები რომ პანდემია გულის ესე ვთქვათ, ინფექტების პანდემია ხო არა COVID-ის პანდემია გვაქვს, ხო? და შესაბამისად სტატისტიკაც ამას მოყვება ხა. მე იმას ხო არ გეკითხებით, რომ ეს სტატისტიკა სწორია თუ არ არის სწორი. მე თქვენ გეუბნებით, როდესაც ფორმალური ინსტიტუციები საუბრობენ იმაზე, რომ არსებობს პანდემია, შესაბამისად ცხადია, რომ ბუნებრივია ისინი საუბრობენ პანდემიის სტატისტიკაზე. ისინი საუბრობენ კორონავირუსის პანდემია, ახალი კორონავირუსის. კი ბატონო და ისინი საუბრობენ ნებისმიერი პანდემია, რომელიც არ უნდა იყოს, პირობითად ავიღოთ, აი თეორიულად ნებისმიერი პანდემია, რომელიც არ უნდა იყოს, ბუნებრივია პანდემიის პერიოდში საუბრობენ პანდემიის სტატისტიკაზე და არა სხვა დაავადებების სტატისტიკაზე, ხო? მაგრამ სადმე ეპიდემია გაგიგიათ, რომ კორონავირუსის ეპიდემია იყო? არა, მე მაგას არ ვამბობ. არა, ერთ რაღაცას ვამბობ. პანდემიაზე, როდესაც საუბრობ ჩვენ, სადმე ყოფილა თუნდაც იმ ჩინეთში ეპიდემია გამოუცხადებია ვინმეს? ჩინეთში მთელი კარანტინები გამოაცხადეს ხალხი სახლებში ჩაკეტეს. ნახე, ერთი ქალაქი იყო იქ ჩაკეტილი და ერთი ქალაქი, რომელიც საქართველოს კი არა, მთელი ჩვენ რეგიონის ხელაა. მე იქ მოხდა რაღაცა პრობლემა, რომლის გამოც ჩაიკეტა მაგრამ რომ დავასრულო. კი ბატონო, უბრალოდ ეს მინდა ვთქვა, რომ თქვენ ახლა ამ წუთას ამბობთ, რომ მე მივყვები იმ ქრონოლოგიას რატო საუბრობენ COVID-ის სტატისტიკაზე, ხო? ანუ რეალურად არის პანდემია COVID-ის და იმიტომ საუბრობენ COVID-ის სტატისტიკაზე და არა სხვა სტატისტიკაზე. მე გეუბნები მოსახლეობის გადმოსახედიდან, როცა აცხადრო, დღეს კორონაა ყველაფერი, ადამიანი რომელიც ვერ ერკვევა ესე სტატისტიკებში, ვერც იმაში, უბრალო გლეხი მეურნი არ ვერ ახვდება ის ამას. გაწეობდებიან ყველაფერი კორონაა. ეგრე არ არის. მაშინ უნდა უთხრა, ესესია. და არ უნდა იყოს ცინიკოსი. და ცინიკურად არ უნდა ელაპარაკო და დამცინავად ადამიანს და არც ბღვერით. ბღვერია ექიმის მორჩენილი ადამიანი გინახავთ? ეს ერთი და კიდე რამე და ქრონოლოგიურად რატომ მივყვები? ჯერ იყო და ეს არ იქა ბუნებრივად დაფრინავს რაღაცაო. ხალხი გადაირია, აიკრა ეს პირბადეები, პირბადის გარეშე აუ შანსი არ არისო. ამ დროს სამეცნიერო კვლევები დიდი ხანია დადასტურებული და შეგახსენებთ რომ თვით გიმნაძე, გამყრელიძე და ცერცვაძეზე გადაცემებიც იყო გასული ცრეველები მოადინა ხალხს, რომ პირბადის გარეშე ვაშკაცურად როგორ შედიოდა დაავადებულ ადამიანებთან, პირბადი არაფრისგან არ იცავს. პირბადის ფორის ზომა, ანუ ხვრელის ზომა 271 ჯერ მეტია ვიდრე ნებისმიერი ვირუსის ზომა. რა არ გაეტევა? აბა რისთვის ააკრეს ესენი? ეხლა გეტყვით რა შეასახე კიდევ. მეორე კიდე დიდი ტყუილი რაც არის. PCR. ეს არის ერთ-ერთი დიდი ტყუილი არასწორად გამოყენებული რამ იმისათვის რომ სწორედ სტატისტიკა გაეზარდათ, დაეკლოთ ანუ ტალღებს რო გიანონსებდნენ ზუსტად აი ის. ეხლა გიხსით რატო? PCR, რომლის შემხრეს მე პირადად ვიცნობდი. და მას არა მარტო შენახვედრი ვიყავი 20 წლის წინ, ბატონ კერიმულის ნობელის პრემიის ლაურეატს. მე მიკრობიოლოგი რო ვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო მიკრობიოლოგი ვარ. რატომ? მიკრობიოლოგია აუცილებლად მოიცავს ბიოქიმიასაც. და კიდე სხვა ესეთ მიკროდარგებს. PCR, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ამ კაცმა როდესაც აღმოაჩინა კერიმულისმა. მან თქვა ესეთი რამ, საქვეყნოდ, საჯაროდ, ეხლა არ არის აქ იმის საშუალება, თორე ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობ, ყველაფრის ვიდეო და
დოკუმენტური მტკიცებულებები გამაჩნია აი აქ. ერთი უნდა ჩავამთავრო ეს. მან განაცხადა კერი მულისმა ხასუსო, ეს ჩემი ახირება არ არის, რომ PCR არ შეიძლება გამოყენებული იქნას სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის. შეიძლება ვიტყვი ადამიანს ახლა ვათხარ თუ არა. PCR სხვა მიზნებისთვის შეიქმნა და თუ ვინმე ამას ესე გამოიყენებს, აუცილებლად ექნება ადგილი ციფრებით манипуლირებას. ეს ამ კორონავირუსზე კი არ იყო საუბარი მაშინ. კი, HIV-ზე იყო. კი, ბატონო, შიცის თემაზე იყო საუბარი და იმიტომ წინასწარ აფრთხილებდა ეს ხალხს. ბატონი კერი მულისი აი ამ ეპიდემიის შეფასებამდე 3 თვით ადრე გარდაცვლილი იპოვეს თავის სახლში. ეს ერთი კითხვის ნიშანი მე თვითონ მაქვს. და ძალიან დიდ პატივს ვსემდი ამ პიროვნებას. ესე იგი რა გამოდის? PCR, რომელსაც წინასწარ იცი, რომ იმ შედეგს ვერ დაგიდებს, ანუ შეშეგილია, როგორც წეგა ბატონმა გიორგიმ თქვა, ვიც ითulis, ის იგებს არჩევნებს. კი ბატონო, იქვე ხო მათ შორის მას აქვს ნათქვამი, რომ ვირუსის ორგანიზმში არსებობის დადგენა ამით შესაძლებელია. შეიძლება დაავადობის და იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაგრამ ვირუსის ორგანიზმში არსებობის იდენტიფიცირება ხო შესაძლებელია? არა. ეგრე არ არის ეგ თემა. აბა როგორ? ეგ თემა არ არის ეგრე. PCR შეუძლია დაადგინოს გარკვეული ნივთიერების რაღაცა რაოდენობა რაც არის. კი ბატონო. ის შეგიძლია შენ გაამრავლო, მიიღო იმ ზომაში და იმ წონაში, რომელსაც მე დაკვირვება შეგიძლია აწარმოო. რაც შეეხება ვირუსს, აქ ჩვენთან კითხეთ კიდევაც ბატონ ამირას. როდესაც ატარებთ PCR-ს, რამდენ ციკლს იყენებთ ხო, რამდენ ციკლში ატარებთ ხო და 36-37-იო. ოფიციალურად დადგენილი რომ PCR-ი 30-ის მერე მისი ეფექტურობა არის 0. აბა კარგად ამიხსენეთ ახლა რა სცენს 36, 37 და 30. ნუკლეოტიდების რაოდენობა. ხო. როდესაც თქვენ აკეთებთ PCR-ს, ერთი რაღაცა უნდა აიღოთ და ის უნდა გაამრავლოთ. ეს არის პოლიმერები უნდა გაამრავლოთ. რომ მიიღოთ თქვენ რაღაცა ჯაჭვი. დიახ. ის ჯაჭვი მე უნდა შეადაროთ იმას, რასაც იკვლევთ. თუ ესენი აცდენილი, იქ შეიძლება თქვენ იპოვოთ რაღაცა ნაწილი, მაგალითად RNA-ის ნაწილი რაღაცა. ხო, შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ის ვირუსი იპოვეთ. ხო? მე ვკითხებ მაგალითად ქალბატონ ზახაშვილს, რამდენი ნუკლეოტიდია გამოყენებული PCR-ში თქო და 4-იო. ხო. ამდენს 80 უნდა იყოს მინიმუმ. ანუ ძალიან იცით როგორ საკითხებში შევედით ახლა რომ ანუ მე ვერ გაქცევთ ერთ-ერთზე აი მაგაშია საქმე ამიტომ უნდა ყოფილიყვნენ აი ამიტომ უნდა მესმის მაგრამ არ არის ერთ რამესაც გეტყვით კიდე ეს აი რატომ მინდა ხა რატო ამბობთ ანუ ის რო თქვათ რომ საბოლოო ჯამში რას ამბობთ როდესაც ამბობთ რომ PCR არ არის სწორად გამოყენებული PCR არ არის PCR არ არის სადიაგნოსტიკო ეგეც ხო ჩვენთან არ გამოიყენება მხოლოდ ხო ანუ მაგალითად ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია ზუსტად ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოუშვა თავისი ბრძანებულება ხო რომ პირველი იანვრიდან საერთოდ ხო არ გაქვს ჩემ თხოვით იმიტომ რომ მე ვეძებე ეგ ბრძანებულება და ვერ ვნახე ჯერჯერობით ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის საიტზე ჯერ კიდევ ტესტირებაში წერია რომ PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტი არის გამოყენებული მან გამოუშვა შედეგი ბრძანებულება პირველი იანვრიდან PCR ტესტირება აღარ იქნება და უნდა დაინერგოს სხვა ტიპის ამომცველი საშუალება. არსებობს უკვე ამის ალტერნატიული. რა თქმა უნდა არსებობს. რა არის ამის ალტერნატივა? ბევრი რამე შეუძლია გააკეთოს. აი მესმის, მაგრამ რა არის ამის ალტერნატივა? რას იყენებ? ანუ სადმე ხდება სხვა მეთოდის გამოყენება? რატომაც არ ხდება? ლაბორატორიები არ არსებობს? არა, მე რას გეუბნებით? ნახეთ, აი ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პანდემიის მიმდინარეობისას თუ ხდება სადმე სხვა ტერიტორიაზე რაღაცა სხვა სივრცეში სხვა მეთოდის გამოყენება ავადობის დასადგენად თუ რა ქვია თუნდაც ვირუსის დასადგენად კი არის რაღაცები არის როგორ არის ახალი აპარატურა შემოდის საქართველოში შემოიტანებენ დისტანციურად ანუ აღარ დაჭირდება საერთოდ შეხებაც კი ადამიანის ორგანიზმთან დისტანციურად დაადგენს უშუალოდ COVID-თან მიმართებაში, მაგრამ მოიცეთ უყურეთ ერთ წუთით, ანუ ორგანიზმში ვირუსის არსებობა შეიძლება რომ დისტანციურად დადგინდეს რა. აი როგორც ტემპერატურას ახლა თქვენთან ტელევიზიაში შემოვედი. ჩემი სხეული რაღაც ტემპერატურას გამოყოფს და შეიძლება დადგინდეს, მაგრამ ვირუსი როგორ უნდა გამოყოს ორგანიზმმა? აი მაგ ახლა ტექნოლოგიურად როგორ გააკეთეს და როგორ დაამუშავეს ის აპარატი ჩვენთვის უცნობია, მაგ კი არა
ევროპაში არა, უბრალოდ თუ იცით, აი სადმე სხვა ტიპის პრაქტიკის არსებობა თქო, მაგას ვკითხულობ. საქართველოს შემოიტანებენ უახლოეს პერიოდში ჩვენ როგორც ვიცით ადამიანებისთვის, დიაგნოზის დასმისთვის, კიდევ ერთხელ ლაბორატორიები. ანუ მოდი ჩვეულებრივ შემთხვევაში მითხარით, აი დავანებოთ თავი COVID-ს. სხვა ნებისმიერი ვირუსის დასადგენად. რა პროცედურა აქამდე ხო ბევრი ვირუსი არსებობდა ლაბორატორიული სხვადასხვა მეთოდებია რა მეთოდი უნდა აი მაგალითად ნებისმიერი გრიპის ვირუსის დადგენისთვის აიგებ ნაცკს გააკეთებ ანუ რაში აიღებ ანუ იგივე PCR-ის მეთოდოლოგიაც იგივე ნაცკის აღება არა აი ზუსტად მაგაშია აი მივდივარ ზუსტად იქ PCR-ი ამისთვის არ გამოიყენება მაგრამ აი ძალიან ყურადღებით მომისმინეთ რასაც ვთქვი აი ზუსტად ვანდამდე მივდივარ. ამისთვის არ გამოიყენება შეიძლება. ხო, რაშიც გამოიყენება. აი ზუსტად მაგას ვამბობ. ამაში არ დიაგნოსტირებისთვის არ გამოიყენება. ეს ციფრების ტალღების და საანონსებლად იქნა გამოყენებული. ეს ერთი მხარე და მეორე მხარე რეალურად რისთვის არის. უყურეთ, როდესაც შეიძლება ადამიანის, თქვა სისხლიდან გაიგო რაღაცა, ნეწვიდან გაიგო რაღაცა და იქიდან გაიგო ამოთესავ, დათესავ ლაბორატორიულ სხვადასხვა მეთოდებს გამოიყენებ და მეორე ამას დაადგენ კიდე. იმიტომ რომ თვაც ფშილი ზუსტად ისეთივე შემადგენლობას ეუბნება რაც სხვა, მაგრამ თქვენ თუ გახსოვთ PCR-ს როგორ იღებდნენ, PCR-ის იფს როგორ იღებდნენ თავიდან. იღებდნენ არ მახსოვს კარგად, მაგრამ ძალიან ძელი ჭირით. დიახ, ახლაც მასე ხო. საკმაოდ მაგრამ ახლა არის ნერწვის მეშვეობითაც ხდება. რატო იყო ეს? ახალი ტექნოლოგიები მუშავდება ამასთან. აი ხა მე ერთი ხო, მაგრამ ის ახალი ანუ ნერწვითაც ხო PCR-ია ამ შემთხვევაში. ამ წუთას ნერწვის PCR-ია. PCR-ი არის, მაგრამ ტექნოლოგიების დამუშავება ხდება და ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია მოიწონა. PCR შეიძლება აგირიოს იმას შეიძლება. შეიძლება მოხდეს ის კი არ გითხრა SARS-CoV-2 სიტყვაზე. გითხრას იმის ინარჩენი იყოს იქ, რა ქვია, გრიპი-100, ან გრიპი-B-ი, ან ინფლუენსა-ი, ან ამას სხვა. ამიტომ სტომილება აქ ძალიან მაგალითად დიაგნოსტიკაში PCR-ი არ ხელა სტომილება. 50%-ამდე დაახლოებით. მეტიც. თქვენი ოპონენტები გეტყვიან 95%-იანი თანხმედრა აქვს. ჩვენ მოყვავს ზუსტად ის მაგალითი, რომელზე მაღლა ვერცეთი ვერ ახდება, ეს არის მისი შემქმნელი. გასაგებია. მითხარით, რაში გამოიყენება PCR-ი? აი თქვენ წერან მაგასთან მიდიოდით. ლაბორატორიულ კვლევებში გამოიყენება ძირითადად. ლაბორატორიულ კვლევებში. რას გულისხმობს ლაბორატორიული კვლევა? დაქტილოსკოპია შეიძლება გამოიყენოს, შეიძლება გამოიყენოს კრიმინალისტიკაში და ასე შემდეგ. დაადგინო. რა უნდა დაადგინო? შემადგენლობა. ანუ ვირუსი მაქვს თუ არა სხეულში ამას დავადგენ თუ ვერ დავადგენ? ვირუსი კი არა, უფრო არა, ისე მაინტერესებს. ანუ ვირუსის ჩემ ორგანიზმში არსებობას დავადგენ თუ ვერ დავადგენ? მარტო ვირუსს არა, სხვა რამესაც და ნაწილაკისაც დაადგენს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო ამოცანა ის არის. არა, ეგ რა თქმა უნდა ეგ მაგას არ ნიშნავს, სხვა რამეს ვამბობ. ანუ იმ ვირუსის არსებობა ჩემს ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაავადება. ხო ასეა? არა, ვირუსი ამ შემთხვევაში პირობითად ანუ ლოგიკა თქვენი რა მინდა იცით? მე ხო თქვენ ამთავრებინე ბოლომდე. კი, იმიტომ აი რო კარგად რო ამიცნათ, იმიტომ ვაკეთებ ამას ყველაფერს. მე ხო თქვენთან დღეს ოპონენტი უნდა ვიყო. უყურეთ, თქვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში და ზოგადად ის, რა ქვია, მეინსტრიმ, ასე ვთქვათ, მედიცინა დღეს ამბობს, რომ ვირუსი არის SARS-CoV-2 და დაავადება არის COVID-19, ხო? ანუ ვირუსმა SARS-CoV-2-მა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში და ამ დროს გეუბნებია რომ შტამი არ არის, არ აქვს ამ SARS-CoV-2. ესე იგი რა? ეს გავიგე. რას ადარებს? ის PCR-ი შესაძლებლად გადის, მაგრამ PCR-ი თუ შეიძლება გამოვიყენოთ ჩემს ორგანიზმში ან ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი SARS-CoV-2-ის არსებობის დასადგენად. PCR-ში შეიძლება თუ არა ამის გამოყენება ამ ყოველ დიდი ალბათობა კი არ არის, რომ დაადგინო კი არა. PCR-ით დაადგენ ყველაფერს თუ კი რამე შეიძლება კონდეს ადამიანს. ხო, მათ შორის SARS-CoV-2-ს. ყველაფერი თუ კი რამე შეიძლება. ხო, ამ შემთხვევაში მე ვიკვლევ SARS-CoV-2-ს, ხო? ხო და ვაგე SARS-CoV-2. ხო, და დავადგინე რომ ადამიანში არის SARS-CoV-2. ხო და როგორ დაადგენ, რა შეადარე? რა შეადარე? როცა მეუბნები ოფიციალურად შტაბი არ აგაკ, რა შეადარე? აიღე მასალა აიღე რა შეადარე? თქვენ ვერ ხვდებით რაზეა საუბარი. ანუ ეს ადგენს სხვა რამესაც და ერთობლიობაში გამოდის რომ იქ მოდი კარგად ამიხსენით რას ნიშნავს სხვა რამესაც ადგენს. აი მაგალითად ავიღეთ ადამიანისგან PCR ტესტირება ჩაუტარეს და რას ნიშნავს სხვა რამესაც ადგენს.
მაგალითად PCR ტესტი რო ჩაატარეს Coca-Cola-ზეც მიცა რომ COVID-ი აქვს. ანუ აქ საუბარი იმაზე არის რომ სხვა ნივთიერებებზეც აქვს რეაგირება აქვს იმას სხვა და შესაბამისად ის არ შეიძლება სტატისტიკის გამოიყენო როგორც დღეს იყენებენ და იმით არის ასე გაბერილი სტატისტიკა. ამაზე არის ეს საუბარი და ზუსტად ამაზე თქვენ ერთი წუთით აი კარგად რო გავიგოთ. თქვენ ამბობთ რომ PCR-ის ჩატარების შემთხვევაში სწორებაა მაღალი. ანუ პირობითად ამ PCR-მა შეიძლება დაადგინოს რომ ან დადებითი მოგცეს ან უარყოფითი. ვერ გვეტყვის კონკრეტულად რა არის, რამ გაიღო დადებითი. აი მაგას რამ გამოყო, რამ განსაზღვრა დადებითი. შეიძლება გრიპა ამ გარსა, შეიძლება სხვა რამე კიდე სხვა რამე, აი ნებისმიერ რამე რა, შეიძლება ადამიანს. ჯანდაცვის ორგანიზაციამ დღეს ზუსტად მაგაზე გააკეთა აქცენტი, რომ უნდა მოხდეს დიფერენცირება COVID-სა და A-ჯგუფის ვირუსებს შორის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთიანად შეჯგუფდა. კი ბატონო, ვირუსთან PCR-თან დაკავშირებით თუ შემდეგ გადმომიგზავნით ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის დადგენილებას. კი მოგადოთ, რომ დავასრულო ის დაწყებული. რატომ მივდივართ ახლა იქითკენ, რომ ეს ბუნებრივი არ არის. ეს არის ხელოვნურად სადღაც შექმნილი. ამ შემთხვევაში ვირუსზე ვლაპარაკობ. ვირუსზე, რომელიც შეიძლება ერთიც არ იყოს და შეიძლება არც ვირუსი არ იყოს. ეს ჩემი ახირება არ არის, რასაც ახლა ვიტყვი. ნამდვილად არ არის ჩემი ახირება, რასაც ვიტყვი, უბრალოდ შევახსენებ საზოგადოებასაც და თქვენს. ეთერში გასული იყო გასულ წელს აბირან გამყრელიძის, ცერცვაძის ცალ-ცალკე ინტერვიუები და განცხადებები, სადაც მათ თქვეს, რომ ჩვენო დიდი ხანია ვართო საერთაშორისო ორგანიზაციები არის ესეთი ფარმაკოლოგიური დიდი მეგა კომპანიების, ეს არის გავის ალიანსთან ავარდგასულებიო, სოფლიო ჯარმოზეო და ძალიან ბევრი წამლები და ვაქცინები დავნერგეთო. ეხლაო საქართველო ძალიან დიდი ექსპერიმენტის მონაწილე გახდებაო. და გახდა კიდევ. და გახდა კიდეც. რას გულისხმობთ ექსპერიმენტი? რას გულისხმობ? აი ზუსტად იმას, იმ ექსპერიმენტებს, რომელიც ეხლა ტარდება. და მიმდინარეობს. და იმისთვის რომ ეს ექსპერიმენტები ყოფილიყო, ამისთვის საჭირო იყო ხალხის დაშოკვა. თქვა რომ ვირუსის უნდა შეშინებოდათ. მაშინ მდგომარეობს ექსპერიმენტი, მითხარით კარგად. მივალ მანდამდე. ხო თქვენ ეს ვიდეო ამოიღოთ, აგერა მაქვს, მაგრამ შეგიძლიათ ამოიღოთ, ნახეთ, კარგად მოусმინეთ და უყურეთ თქვენ რა ხდება. გასულ წელს ბატა იმნაძე, რომელიც არის გამყრელიძის მოადგილე, დიდი კითხვის ნიშნები აქვს. გამოდის ტელევიზიით და ამბობს, მე ძალიან ბევრი რამე ვიცი და ნუ ამალაპარაკებთ. მე რო არ დამიჭირესო, ამისთვისო დარეკაო პენტაგონის დირექტორის მოადგილემ ჩემა ძმაკაცმა ენდი ვებერბაო და ამიტომ ვერ დამიჭირესო. აქვე ორი კითხვა ლაპარაკობდა, შეგიძლიათ ვიცი. აი ზუსტად მაგას ეს ამან კითხვა. ვერ დაიჭირა. აი ხელისუფლება მიშა აპირებდა და დაკავებული მიშა აპირებდა. მე მაინტერესებს რა. აქ სხვა რამე არის. აქ ჩვენ დღეს იმიტომ ვართ აქ რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ და ხალხის ჯანმრთელობაზე. და არავითარ შემთხვევაში საქართველოს საექსპერიმენტო ქვეყანა არა, რაც ჩუმად გააკეთეს. ზუსტად გამყრელიძემ, იმნაძემ და ზუსტად აი ამ ალიანსმა ბატონ დოქტორ ფაუჩისთან ერთად და ზუსტად იმის თქვა მინდა რომ ზუსტად კერიმულის იწეღარო ვახსენეს დოქტორ ფაუჩის მატყუარად მოიხსენიებდა არაერთ გზის და ეგ ვიდეოც ამაქვს თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გამოქვეყნებული არის YouTube-ზე და აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე კითხვა მაქვს ძალიან მძიმე კითხვა თუკი ჩვენი ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის სიტყვებსაც ქვეყნისთვის, ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, გადაწყვეტილებების მიღებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს პიროვნება რო აცხადებს, რაღაც სისხლის სამართლის დანაშაული იყო, რაზეც ვერ დამიჭირესო. ჯერ რა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა ყოფილიყო ესეთი, ეს უნდა ლეგალური გახდეს და უნდა გამოქვეყნდეს ეს თემა და მეორე. რა ტიპის დანაშაული არის ამისთანა ჩადენილი რომ პენტაგონის დირექტორის მოადგილეზე დაჭირდა
დარეკვა. ანუ ეს ერთი ქვეყანა ჩაერია მეორე ქვეყნის შიდა საქმეში. თუ ხვდებით რაზეა ლაპარაკი? ესეთ ადამიანს ჩაბარებული აქვს დაავადებათა კონტროლი. ეს ცხოვრებაში უამრავჯერ ჩარეულანი. აი ახლა გეტყვით ჩვენ ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა. თუ იმეს რამე აინტერესებს. სხვათა შორის გამყრელიზე ძალიან უყვარს ხოლმე ერთ რაღაცას ვიტყვი ბატონ გიორგი გამყრელიზე ძალიან უყვარს ხოლმე ღორის გრიპთან დაკავშირებული ამბების მოყოლა რომ აი ღორის გრიპთან დაკავშირებითო ამერიკაში 70-იან წლებში ვაქცინაცია ჩაატარეს და ამ ვაქცინაციას რა მოყვა ეს ვაქცინაცია მოხდა 1976 წელს როდესაც სამხედრო ბაზაზე ერთ-ერთი სამხედრო ჯარისკაცი გარდაიცვალა დევიდ ლიუსი იყო ასეთი პიროვნება რომელიც გარდაიცვალა ანუ გაის ყველაფერი აღმოჩნდა რომ ღორის გრიპისგან გარდაიცვალა ეს ჯარისკაცი. მე ღორის გრიპი დაუდგინდა შტატში 273 კაცს და ატყდა ერთი ამბავი ამასთან დაკავშირებით და მაშინ იყო დოქტორ დევიდ სენსერი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. ნუ მან გამოთქვა ასეთი მიმართულება როგორც დღეს გამყრელიძეს აქვს ვაქცინაცია ჩაუტარეს ამერიკელებს აცრეს სადღაც 40 მილიონი ადამიანი აქედან 20 გარდაიცვალა 32 ადამიანი აცრის შედეგად რაც იყო დადასტურებული და 500 ადამიანი ვაქცინაციის შემდგომ გართულებებს იმასდა. ხოლო თავად ღორის გრიპისგან იმ ჯარისკაცის 40 მილიონიდან, ხო? 40 მილიონი. ახლა თქვენ ამას უყურებთ ცოტას, მაგრამ შეხედეთ ამას რა მოყვა. თვითონ სხვათა შორის ეს პიროვნება შემდგომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საერთოდ დასაჭერად გაუხადეს საქმე, ისეთი მდგომარეობა შეიქმნა. ჯერ თვითონ ვაქცინაციაში მაშინ დაიხარჯა 125 მილიონი $, ხოლო კომპენსაციებზე 90 მილიონი გაიცა თვითონ იმ დაზარალებულებზე. საქმე რაში არის, იცით? ასეთი გაუთვლელი რაღაც ვაქცინაციების ჩატარება და მაშინ ეს იყო ექსპერიმენტი ღორის გრიპთან დაკავშირებით. დღესაც იგივე მდგომარეობა არის. ჩვენ როდესაც ვიძახით რომ ექსპერიმენტი არის, ექსპერიმენტია ზუსტად ახლა შედარება რომ გავაკეთოთ იმ კლასიკურ ვაქცინებსა და დღევანდელ ვაქცინებს შორის სულ განსხვავება არის, საერთოდ სხვა განზომილება არის. ამიტომ არის რომ მთელი მსოფლიო ფეხს ედგას დღეს. თქვენ თქვით რომ აი მთელ მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა, მთელ მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა რო არის, გამოსვლები არის ევროპაში, ამერიკაში, სახელმწიფო არ არის, სადაც მსგავსი რაღაცები ხდება, ყველგან გამოსვლები არის. ერთ წუთით მე ბატონო გიორგი და ესეთი რაღაცა ვთქვა. ბატონ ლევან, ერთი წუთით თუ შეიძლება, დღეს მივიღეთ ახლა ჯანდაცვის სამინისტროდან წერილი, სადაც ჩვენ ვითხოვდით ამ ეპიდემია პანდემიის გამოცხადებასთან დაკავშირებით საკითხებს და მნიშვნელოვანი ჩანაწერი არის აქ ჯანმოს ანუ როდესაც თვითონ სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ ჯანმოს რომ მის ტერიტორიაზე არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად შემდგომ ჯანმოს ხელმძღვანელობა იღებს ამ გადაწყვეტილებას რომ იმ ქვეყანაში გამოცხადეს თუ არა ეპიდემია ან პანდემია და შესაბამისად ამოქმედება ის მექანიზმები რაც ჯანმოს იმაში არის გაწერილი. მე მინდა ეს წერილი გამოგცეთ და გაეცნოთ, იმიტომ რომ ეს საინტერესო წერილი არის. ამასთან ერთად გამოგვიგზავნეს კიდე სხვა დოკუმენტები. დიახ, მე მინდა გავაგრძელო ის ხაზი, წერა რაც ავთქვი. ანუ რასთან იყო ის კავშირში და რატო? ის იმხელა პენტაგონის დირექტორის მოადგილებლად დარეკა. და რაღაც პასუხისმგებლობიდან ჩამოხსნა. რამე ვალდებულებები ხوار ჩამოიკიდა იმ ზარის მერე. ეს ერთი და მეორე. პირადი დაინტერესება რო აქვს აბირან გამყრელიძეს. ხო ყველა მიცის. უჭირავს უმაღლესი რანგის სამედიცინო თანამდებობა, სახელმწიფო დონის და თან ამავდროულად მთელ ოჯახს აქვს მთელი სამედიცინო ბიზნესების კონგლომერატი. უყურეთ ეხლა. რო ვამბობთ ექსპერიმენტები. მართლა მაინტერესებს, ანუ ამ ჯანდაცვის თუ რა ქვია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობაზე რომ საუბრობთ, ანუ ისე გამოდის რომ თითქოს ამ ხალხმა მოიგონა ამ ხალხმა მოიგონა ვაქცინა. მოიგონა არა. რაღაც გარკვეულ ჯგუფთან ერთად. უკაცრავად, აი ეს ადამიანები გასულები არიან მსოფლიო პანდემიის მართვის პროცესიდან და თავის ესე ვთქვათ ადგილობრივ რამეს მგონებენ? არა. ანუ რასთან გვაქვს საქმე, კარგად რო გავიგო რა. კიდევ ვიმეორებ,
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან საიდანაც ბატონი ამირან გამყრელიძე იღებს პენსიას $8,474 ოდენობით და აქვს სამედიცინო ბიზნესების მთელი კონგლომერატი, ყველაფერი მის ხელში არის, კლინიკების ქსელი, საფთიაქების ქსელი, სადაზღვევო, ეს ყველაფერი ერთი ის არის და უყურეთ, როდესაც ექსპერიმენტულ ქვეყანას მიცხადებენ აქ, ისე რომ ჩვენ არც ერთმა არ ვიცით. ეს ერთი. მოდი ესეც კარგად ამიხსენეთ, რას ნიშნავს ექსპერიმენტი? ანუ ექსპერიმენტი სხვადასხვა წამლების, სხვადასხვა ვაქცინების გამოცდის თემა. საქართველოს უყურეთ, მოწერილი ექსპერიმენტული. აი ამ დოკუმენტში, ბატონო გიორგი, ეს არის საქართველოს ბანკის ბორდი. გამგეობა. სადაც ამირან გამყრელიძის ბიჭი იქაც არის და იქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ეკატერინე შავგულიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ AstraZeneca-ს ფინანსური მენეჯერი იყო. აგერ ბატონო. ნახეთ. ესე იგი, ისი თქვა მინდა რომ პირადი დაინტერესებები არის ექსპერიმენტების ტარების. იმიტომ რომ ნებისმიერი მათ მიერ აი ამ 2 წლის მანძილზე ბიოლოგიისგან, მედიცინისგან საერთოდ უტოპიურად განსხვავებული მოსაზრებების და ისეთი რაღაცეების თქმა, ტყუილების თქმა. ცდება ყველა ფარგლაცებებს. იმიტომ რომ რაღაც უკვე ძალიან დიდი ხანია ბატონო. ის რომ მეცნიერება ვისაც აინტერესებს, ჩვენი მოთხოვნით, ზუსტად ჩვენი ჯგუფის მოთხოვნით, რომელსაც საზოგადოებამ ემი ჯგუფი დაარქვა, ჩვენი ჯგუფის მოთხოვნით, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს, ზუსტად ემი ჯგუფის მოთხოვნით, ეხლა დეკემბერში ტარდება სამეცნიერო კონფერენცია, სადაც იქ ვისაუბრებთ თბილისში დიდი ეროვნული ყოველწლიური იქნება და ეს მიეძღვნება აი იმას და აი ზუსტად აი აქ ეს ყველა აწარმოებია აი აქ არის ყველა ის მტკიცებულება სამეცნიერო რითაც თელ ამათ ტყუილებს და ტყუილებოხეულ ეგრეთ წოდებულ პანდემიას და ქვეყნის აემდანგრევა საჯარო იქნება მოდით აი ბოროს რომ მითხრათ უბრალოდ რომ კარგად თუ შეიძლება საერთაშორისო ნორმები რაც ირღვევა მინდა რომ ხაზი გაუსვა ამასთან დაკავშირებით და ისინი კი რა თქმა უნდა ეს COVID პასპორტები და ისინი რასაც ვხებულობენ დისკრიმინაცია ვის შემოიტანა აი გეკითხები საკითხები არის და რა დისკრიმინაცია საზოგადოების ერთმანეთთან დატაკება გაიხსენეთ ამირან გამყრელიძის გამონათქვამები საზოგადოება ერთმანეთს მიუთითეთ პირბადე გაიკეთოს და გაიკეთოს. ეს რა გამოიწვია მან? დაგავიწათ რა ხდებოდა ტრანსპორტში. ბორკილები დამადეს და ციხეში ვიჯექიდა. ახლა მეტი რა უნდა იყოს? აი მან, ბატონო გიორგი. აი ხო ბევრი რაღაცა არის. ეს იმდენი რაღაცა არის დაგროვილი ყველაფერს ერთად ვერ ვწვდ, მაგრამ ძალიან მოკლედ მე მინდა აი ეს მესიჯი გაუგზავნო ხალხსაც და ხელისუფლებასაც. გამოსავალი ამ სიტუაციებიდან არის. სანამ გამოსავალზე გადავალთ, იმიტომ რომ რაღაცა საბოლოო ჯამში რომ საბოლოო ჯამში კი არა, ნახეთ რა არის. ზუსტად გამყრელიძემ და მისმა გუნდმა დაიწყო ლატარიის გათამაშება, თქვენ ყველას კარგად გახსოვთ და იცით რა არის? ანუ ახლა შეხედეთ რა არის ეგ ხო ხელისუფლებამ დაიწყო და არა გამყრელიძემ და მისმა რეკომენდაცია ვინ გასცა? და გადაწყვეტილება ვისია? რეკომენდაცია, გადაწყვეტილება შეხედეთ რა არის რეკომენდაცია. სპეციალისტი აი მაგასობო, სპეციალისტი რო გიეთქვის, უნდა დაუჯერო, ხო? თუ არ უჯერებს. გავიგე, მაგრამ ანუ საბოლოო შეიძლება სპეციალისტი და შეშტობა შეიყვანოს. შეგნებულა თუ რამითი დაინტერესებული და აქ მარტო გამყრელიძეზე კი არა ზუსტად მაგ საკითხიც დგას დღის წესრიგში რომ როდესაც ჩვენ გვაქვს არაერთი წერილი გაგზავნილი შეხვედრასთან დაკავშირებით და სახელმწიფო მოხელეები თავს არიდებენ ჩვენთან შეხვედრას ამიტომ ეს საკითხი იმას კი არ ვამბობ ჩვენ რომ ყველა კარგად მუშაობს ამ ქვეყანაში. აქ საუბარი იმაზე არის, რომ ეს პრობლემები, რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რაზეც საქართველოს ხელი მოაწერა, საქართველოს 1999 წლიდან არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და ზუსტად ამ წევრობიდან გამომდინარე ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები ეს არის სახელმძღვანელო არის და შესაბამისად ირღვევა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეს რეკომენდაციებიც და ის და უამრავი დარღვევები არის. მაგერ აი მუხლებს გეტყვით. მაგალითად მე-7 ნომრები არის მე-7 წერტილი 1.5 დაინერგოს დამოუკიდებელი ვაქცინის კომპენსაციის პროგრამები ვაქცინაციის შედეგად მიყენებული არასათანადო ზიანისა და ზიანის კომპენსაციის უზრუნველსაყოფად. ასევე მანდატორულ
ვაქცინაციაზე რეკომენდაციას არ გასცემს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2021 წლის 27 იანვრის მიღებული რეზოლუცია 2361 ნომერი. ანუ აქ არის ის რეკომენდაციები, რის მიხედვითაც ევროპა იძლევა რეკომენდაციებს, რომ სავალდებულო არ უნდა იყოს ეს ყველაფერი და ზუსტად ჩვენს თვითონ ქვეყანაში ევროპაში არის სავალდებულო ჩვენზე მეტად ვიდრე ჩვენთან არის. არა, იქ ზუსტად ამაზე არის. მე იქ გამოსვლები რო არის, მილიონიანი გამოსვლებია და საფრანგეთში მაგალითად პრეზიდენტი გამოიყვანეს. ბატონ ლევან, უკვე გადავაცილეთ ჩვენს დროს და გამოსავალი ახსენეთ. კი, მითხარით, რაში არის გამოსავალი? პირველი რასაც ვამბობ და იმიტომ რომ ეს ყველაფერი აქ არ არის ამის დრო და ამის დრო არის სამეცნიერო ემე. და არა მარტო წერა რაც თქვი ეს სავსებით საკმარისი მესიჯებია იმისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სამეცნიერო კონფერენცია. აუცილებლად. ხაზგასვით ვამბობ. აბირან გამყრელიძესაც და პაატაიმნაძესაც. ცერზვაძესაც. აქ აქვს მიკერძოება, ბიზნესი იქნება თუ რა იქნება. კი ბატონო. რა ექსპერიმენტები დაუმალეს ხალხს, რა ექსპერიმენტებში მონაწილეობას იღებს და კიდევ ერთ რამე შევახსენებ საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანს. პაატაიმნაძემ განაცხადა ხმამაღლა ეთერში ამოიღეთ ეგეც ნახეთ აქაც ამაქვს ეს რომ ჩვენო ავიღეთო გენომებიო მასობრივად ხალხისგან სწორედ PCR-ის შეგირებით გენომები ავიღეთო და გადავაგზავნეთ გადააგზავნა ამერიკაში რას ნიშნავს იცით თქვენი გენომი რო ავიღო მე ისე რომ არ იცოდე თქვენ რისთვის ვიღებ და სადღაც სხვაგან გადავაგზავნო იცით რას ნიშნავს აი გისმენ ეს არის სისხლის საბარდის დანაშაული ადამიანსგან დაუკითხავთ, აიღო მისი ბიოლოგიური მასალა, არ იცოდეს ამ ადამიანმა რისთვის არის ეს განსაზღვრული. და როდესაც ადამიანებს გენომები რო აიღეს, რაოდენობა დაუტოვოთ ბატონ გიორგის პირები, ვინც არიან გარდაცვლილები, თქვენ ხო გაქვთ წამოღებული. ზუსტად ეს არის ვაქცინირებული ადამიანები, ვინც გარდაიცვალენ ვაქცინაციის შემდგომ და სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება არ აღიარებს ამ გარდაცვალებებს, არ ხდება შესაბამისი კვლევების ჩატარება. რას ნიშნავს და ზუსტად ამაში არის მდგომარეობა, რომ აგერ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორი გამოვიდა და რეანიმაციულ განყოფილებაში სწორედ ვაქცინირებულები ყავთ ყველაზე მძიმედ და იმათი მდგომარეობა არის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. დღეს ბავშვების ვაქცინაციაზე არის საუბარი და იძულება მიმდინარეობს, რომ ბავშვები აცხრან და ბავშვების მიმართულებით. ბატონ გიორგი, ერთი წუთით ზუსტად თუნდაც ერთი ადამიანი, როდესაც გარდაიცვალა ვაქცინაციის შემდგომ და არ არის გამოკვლეული, რისგან გარდაიცვალა, რა პროცესები განვითარდა, აქ 57 ადამიანის გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები არის. ზუსტად ეს მაძლევს როგორც ექიმს. კი ბატონო. გავაკეთო ის განცხადება, რომ სანამ არ გაირკვევა, რისგან არიან ეს ადამიანები გარდაცვლილი, ვაქცინაცია უნდა შეჩერდეს. თუნდაც აი პირველი გარდაცვლილის შემთხვევაშიც უნდა მომხდარიყო ვაქცინაციის შეჩერება, არამტუ რეკლამირება ტელევიზორში და არამტუ მოწოდება, რომ გინდა თუ არა უნდა აიცრათ ის ფაქტი, როდესაც რაიონებში დადიოდნენ გამყრელიძის ჯგუფები და თვითონ გამყრელიძე ცრიდა ადამიანებს ჯერ ერთი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება არის გამოცემული თუ როგორ უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია ზუსტად ამ ვაქცინაციის პროცესის დარღვევა მოხდა თავად გამყრელიძე არა ის ლიცენზირებული პიროვნება რომელსაც უფლება აქვს რომ ვაქცინაცია ჩაატაროს და ნემსი გაუკეთოს ადამიანს ისა თანამდებობის პირი ბატონ გიორგი თუ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ PCR-ს როგორ ატარებდნენ გასულ წელს ბათუმში ამიტომ გითხოვთ ჩვენ რომ პოპულიზმისთვის ეცალათ არა COVID პასპორტებიც ეს არის დისკრიმინაცია ის უნდა აიკრძალოს ჯერჯერობით გამოთხოვილი გვაქვს ჩვენ თუ ის იურიდიული დოკუმენტი რის შედეგადაც დაინერგება COVID პასპორტები ასეთი დოკუმენტი ჯერჯერობით არ არის გასაჯაროებული ანუ გამოქვეყნებული არ არის და გასაჩივრებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ამიტომ
არ შეიძლება ამ COVID პასპორტების დანერგვა ქვეყანაში. დაუშვებელი არის. ესაა სრული დისკრიმინაცია ადამიანებს შორის და ეს გამოიწვევს კიდევ მეტ დაპირისპირებას. უნდა დავასრულოთ, მეგობრებო. უკაცრავად. წეგა თქვენ კითხვა დამისვით, გამოსავალი რა არის? დიახ, მოკლედ. ძალიან მოკლედ ვიტყვი. ვინაიდან თავში ვთქვით, რომ ეს ბუნებრივი არ არის, არის ხელოვნური ნიშნავს, რომ ეს არის უკვე ბიოლოგიური იარაღი. ჩვენ ვინაიდან ქვეყანას საქმე გვაქვს ბიოლოგიური იარაღთან, შესაბამისად ის რეგულაციები, რაც დღეს არის, საერთოდ უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს სამოქალაქო თავდაცვის, ასე ვთქვათ, წესების მიხედვით და პირველ რიგში გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე და ზოგიერთი კლინიკის ხელმძღვანელი საერთოდ უნდა გადააყენონ გამოძიება დასაწყები თითოეულ კეისზე, ვინც კი გარდაიცვალა და ხელისუფლების და სხვათა შორის ბატონ გიორგი უკაცრავად, მეგობრებო, მართლა თუ არ დავამთავრეთ, აღარ გამოდის უკვე ეს ამბავი. ერთი წუთი მომეცით და აი ეს უნდა თქვა უცებად გამოსავალი რო არის. ის ვინაიდან ესეთ რაღაცასთან არის საქმე, არის რაღაცები, რომელიც პირდაპირ ეთერში არ ითქვა, იმიტომ რომ ეროვნული უსაფრთხოების თემა არის, ვილაპარაკებ იქ ქვეყნის პირობებთან, მაგრამ ის რომ პირბადე და ეს დეზოქსტარები თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს. მოსახსნელია საერთოდ მოიხსნას და ეგ ხვალიდანვე შეიძლება ამის შეცვლა. იმის რომ ყველა ჯანმრთელად იყოს და ყველა კარგად იყოს ქვეყანაში და პრობლემა აღარ არსებობდეს, ეს თემა არის ის, რომ ეს შეიცვალოს ოზონის გენერატორით. გასაგებია. ბატონ გიორგი, ერთი ნახეთ, გამყრელიძის ხელმოწერა აქვს მაგ დოკუმენტზე. უნდა დავამთავროთ, მეგობრებო, ესე ვერასდროს ვერ დავამთავროთ. ვიცით რომ ვერ დავამთავროთ, მაგრამ ეს განცხადება რო არ გავაკეთო არ შეიძლება, იმიტომ რომ გარდაცვლილები, რომლებიც დღეს არაერთი არის ჩვენს ქვეყანაში და COVID-ს მიაწერენ, რატომღაც არიან დასახიჩრებულები, დასახიჩრებული სახით მიეწოდება. არა, ეს უნდა ითქვას, იმიტომ რომ როდესაც იძულება ხდება და არ ხდება ჭირის უფლისთვის გადაცემა. გავიგე. არა, ბატონ გიორგი, ეგ მართლა უნდა მიმართოთ პროკურატურას. ეგ პროკურატურას უნდა მიმართოთ. მიმართულიც არის. უნდა მიმართოთ პროკურატურას. გამყრელიძის მიმართ პროკურატურაში თქვა მიმართული არის ეს ყველაფერი, მაგრამ მოკლედ მე ისე ვრჩები იმ მოცემულობაზე, რომ ახლავე გეუბნებით, რომ თქვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ შევთავაზებ იმას, რომ თქვენს კითხვებს პასუხი გაიცეს. მე არ ვიცი როგორ იქნება მათი პასუხი. მადლობა, რომ ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე. მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს თემა 2 წლის განმავლობაში ფაქტურად იყო დახურული და მოგვეცით იმის საშუალება, რომ კიდე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს ვაქცინაცია. აქვე ვიტყვი, რომ ასე უბრალოდ მე ვერ ვიქნები თქვენი ოპონენტი, ესეც სამხრივად უბრალოდ შეუძლებელი ამაზე საუბარი. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონებო, კარგად გრძანდებოდეთ ღამემშვიდობის წარმატებას გისურვებთ. ჩვენს მაყურებელსაც წარმატებას უსურვებთ და ღამემშვიდობისა. ეს იყო თავისუფალი ხედვა, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე მომავალ სამშაბათს. ღამემშვიდობის. ემის და მრავალი ჯილდოს მფლობელი შოუ. უკვე ჩვენთან შარქების მილიონნახევრიანი ინვესტიცია ქართულ ბიზნესში. კაი გამარჯობა შარკებამ. გისმენთ. 40% ბევრია. ბიზნესში? თქვენი კითხვები უკვე გაკვეთილია ჩვენთვის. თუ განიხილავთ 50%-ს. ეს გვინდა არის? 9 მილიონი დათვლილი გაქვს ზუსტად რომ ყოფნით. ყოველ ოთხშაბათს 22 საათზე. ცეცხლი დამწყები ბიზნესებისთვის საქართველოს ბანკისგან. ქსელი, რომელიც ცვლის წარმოდგენას ბიზნესზე. ვიზა